კომპიუტერის სიყვარული დაიწყო ბავშვობიდან. ჩემი შეხება იყო მხოლოდ კაუნტერი. მე ვარ გეგა ჯიფურიძე, ფრონტენდ დეველოპერი. ძალიან ბევრი გამუშავებდი ბავშვობიდან, ბოლო სამსახური ჩემი იყო გაყიდვების სფეროში, სადაც 3 წელი ვიმუშავე. თუმცა ყოველი დღე სამსახურში რომ მიდიხარ, გეზარება რა, ეცვლიო აქვს, რომ აი საღამო როდის მოვა, როდის წახვალ სახლში. ჩემი მეგობრები არიან დეველოპერები. ჩემი სახით მომწეს, რომ აი მოდი ისწავლე რა დეველოპმენტი. მეთქი რატომაც არა. მოვედი სკილულში, ყველასფერო ვისწავლე, ცოტა-ცოტა რა, პროგრამირება 0-დან 1 კურსს. აი ცოტა ფრონტი ვისწავლე, ცოტა ბექი ვისწავლე, ცოტა დიზაინის აწყობა, WordPress-ი. აღმოაჩინე ის სფერო, რომელიც მომწონდა. ასევე გვაქვს მე როგორ სპეციალიზაცია, ავირჩიე ფრონტენდის კურსი და სადღაც 5 თვეში უკვე დავსაქმე. ძალიან მარტივი იყო რა, ზოგადად სწავლის პროცესი. მაგრამ ამის გარდა იყო ნეტვორკინგები რა. ფეხბურთს ვითამაშებდით, კალათბურთს ვითამაშებდით. ამის გარდა ჰქონდა ჯგუფური სამუშაოები, ანუ ერთ პროექტზე ვმუშაობთ რამდენიმე ადამიანი და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რეალურ პროექტებზეც უკვე რომ დეველოპერები გავხდებით, გვიწევს რამოდენიმე ადამიანთან მუშაობა, ანუ სრულად უცხო ხალხთან რა. და ჩვენ თავიდანვე ვეჩვეოდით ამ სიტუაციას. როდესაც სკილულში სწავლა დავასრულე, ძალიან მალე გავხდი ლექტორი, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. ნაგობა გეგავდელი ვიზუალება რა. საბოლოოდ გამოვიდა ეს პრობლემა. Solution-ი მივაგენეთ აი solutions რა. შვენიერი. ჩემი პროფესია, ფრონტენდ დეველოპმენტი, უშუალოდ მოიცავს რას? როდესაც მომხმარებელი შედის რაიმე აპლიკაციაზე ან ვებსაიტზე და ხვდება რაღაც ვიზუალები, აი თუნდაც Facebook, YouTube, როდესაც შევდივართ, რაღაც ვიზუალებს ხედავთ, ეს ყველაფერი არის ჩვენი დამსახურება. რამოდენიმე ისეთ ძალიან საინტერესო საიტზე მაქვს ნამუშევარი აპლიკაციაზე. ნუ ერთ-ერთი არის სკილული, ასევე ფილმების საიტზე ვიმუშავია. დღესდღეობით აი ახლა ისე ბედნიერად ვცნობ და ლაღად ვცნობ თავს, იმიტომ რომ აი სამსახურში მოსვლა მეზარება კი არა, მიხარია, იმიტომ რომ ანუ ძალიან თავისუფალი გარემოა, თვითონ პროცესის დეველოპმენტი ძალიან ისეთი სახალისოა, იმიტომ რომ აი რაღაცას ქმნიან, შეგვიძლია კარგი ანაზღაურებაც გქონდეს ჩვენ საყვარელ საქმეში, რიმოუთადაც ვიმუშაოთ სახლიდან, მოკლედ ძალიან კომფორტულია რა. მეშვიდით ოკო. Glory Thomas. Ика? Давай. Давай. ბევრი სტერეოტიპის მიუხედავად, რომ დეველოპერები ძალიან ესეთი შუმი, არა კომუნიკაბელური და ინტროვერტი ხალხი არის, ჩვეულებრივ შეგვიძლია ჩვენს ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლა, ერთობით კიდევაც, ხოლო მუშაობა არ არის. მე ვარ თორნიკე კაჭარავა, Python-ის backend დეველოპერი. ნებისმიერი საიტის უკან არის რაღაც ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს. ეს ნაწილი არის საიტის ლოგიკა. მაგალითად, როდესაც ჩვენ რომელიმე საიტზე შევდივართ, როცა მომხმარებელი რეგისტრირდება, ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ ამ ნაწილის სწორად მართვა უზრუნველყოთ. თუ კი რაიმე hardware-ზე აქვს კონკრეტულ აპლიკაციას ამაზე ვიმუშაოთ, საიტის უსაფრთხოება უზრუნველყოთ. მე ვიყავი დეველოპერი, ვიყავი ეკონომისტი. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი პროფესია შემეცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ ტექ სამყარო ძალიან მრავალფეროვანი არის, ძალიან საინტერესოა და მუდამ არის განვითარების საშუალება. ჩემი მოგზაურობა ტექში დაიწყო სკივილით, გავეცანი პროგრამირების ფუნდამენტურ საკითხებს, ვისწავლე ძირითადი მიმართულებები, ტექს გავეცანი მრავალ მხრივ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი გზა გამეგრძელებინა Python-ის და backend-ის მიმართულებით. კურსის განმავლობაში საშუალება მქონდა, რომ სხვადასხვა სტუდენტებთან კავშირში ყოფილიყავი. ერთი მხრივ ის, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის სხვადასხვა ადამიანების გაცნობა, ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე აზრების გაცვლა ამა თუ იმ მიმართულებაზე. ასევე სამომავლოდ ჩვენი კარიერა რა თქმა უნდა განვითარდება და საშუალება მოგვეცემა, რომ სხვადასხვა პროექტზე ერთად ვიმუშაოთ, შევქმნათ ახალი პროდუქტი. უკვე 1 წელია, რაც backend developer ვარ. ამ პერიოდის განმავლობაში მომიწია საკმაოდ საინტერესო პროექტებზე მუშაობა. მომიწია guest house-ის პროექტზე მუშაობა. ამ ყველაფერმა გამოცდილება მომცა, ახალ თემებს და ახალ ტექნოლოგიებს შევეხე. მომეცა საშუალება რეალურ პროექტზე მემუშავა, რაც რეალურ სამყაროში გამოიყენება. ასევე მას შემდეგ ვიმუშავე personalizable სავარჯიშო სისტემაზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი სკილები.
ექსპერტში შემოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე. ზუსტად ვიცი, რომ ეს ის მიმართულებაა, რაც ყოველთვის მინდოდა და არ ვაპირებ პროფესიის შესვლას.